შეზღუდული თავისუფლებების წელი. ასე აფასებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას. ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ თავისუფლებების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებით გააძლიერა წნეხი გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე. შესაბამისად იმ უფლებებზე, რომლებიც დემოკრატიას ფუნქციურს ხდის. ვკითხულობთ ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით 2025 წლის განმავლობაში 2024 წელს დაწყებული ავტორიტარული მმართველობის გაძლიერების პროცესი გაგრძელდა. ეს კი მათივე განმარტებით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ძირის მიზანმიმართული გამოთხვრის სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის საკანონმდებლო ჩარჩოს გაუარესებით, ფიზიკური ძალადობით, უსაფუძვლო დაკავებებით და დაჯარიმებებით, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებითა და დეზინფორმაციის კამპანიებით ხდებოდა. მნიშვნელოვნად გაუარესდა გამოხატვის თავისუფლების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა, მათ შორის საჯარო მოსამსახურეების და პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის აკრძალვით, ცილისწამებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიის დაცვის გარანტიების შესუსტებით, მაუწყებლობისთვის უცხოური დაფინანსების მიღების ბლანკეტური აკრძალვით, სასამართლოებში მედიის საქმიანობის შეზღუდვით, ასევე გაუარესებას განაგრძობდა შეკრების თავისუფლების მდგომარეობა, ქართულმა ოცნებამ არაერთი ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი ცვლილებები შეიტანა, როგორც შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ანგარიშის თანახმად, რეპრესიების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გამოხატვის თავისუფლება იყო. ამასთან საიას შეფასებით გაუარესებას განაგრძობდა შეკრებისა და გაერთიანებების თავისუფლებების მდგომარეობაც. საიამ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ახალი საკანონმდებლო პაკეტი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში კვლავ რეპრესიულ ცვლილებებად შეაფასა. ერთი მაგალითი არის ბოლო დროს დაინიცირებული ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, რაც გულისხმობს იმას, რომ უკვე ფაქტობრივად ტროტუარზე აქციის გამართვას სჭირდება თანხმობა და ხელისუფლებას შესაძლოა აქვს უფლება, რომ ფაქტობრივად შეუცვალოს აქციას დრო, ადგილმდებარეობა, მიმართულება და ეს რეალურად არის არა შეტყობინების მექანიზმი, როგორც მას ქვია კანონში, რეალურად ეს არის თანხმობის მექანიზმი, რაც შეუთავსებელი ადამიანის უფლებებთან, იმიტომ რომ არ შეიძლება შეკრების თავისუფლება დამოკიდებული იყოს ხელისუფლების თანხმობაზე, ეს ამ უფლების შინაარს ეწინააღმდეგება. საიას ანგარიშით 2025 წელს ერთ-ერთი მთავარი პრობლემას წარმოადგენდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ 2025 წელს კვლავ გრძელდებოდა დემონსტრანტებისადმი არასათანადო მოპყრობა, ხოლო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში სისტემურ წამებაზე პასუხისმგებელი პირები კვლავ დაუსჯელები რჩებიან. ისევე როგორც წინა წლებში ჩვენ აქტიურად ვაკვირდებოდით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოში ჩვენი სასამართლო მონიტორინგის ფარგლებში. თუმცა 2024 წლის 28 ნოემბრიდან განსაკუთრებით ინტენსიური გახდა აქციების კონტექსტში ადამიანების დაკავება, რასთან მიმართებითაც ჩვენ რა თქმა უნდა ვეცადეთ, რომ არ გამოგვჩენოდა არც ერთი პროცესი და მიგვედევნებინა თვალი ამასთან დაკავშირებით. წლევანდელი წელი იყო ის საგამონაკლისო წელი, როდესაც მათ შორის დაფიქსირდა ისეთი სამწუხარო შემთხვევები, როდესაც ჩვენ რიგ შემთხვევაში არ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ შევსულიყავით სასამართლო დარბაზში და ამავდროულად ჩვენი შეფასება ამ 69 პირის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სექტემბრის მდგომარეობით გვაქვს გამოქვეყნებული, ცხადყოფს იმას, რომ ამ ტიპის საქმეებზე მართლმსაჯულების წარმოება რეალურად არის პოლიტიკურად მოტივირებული და ამდღენელს ჩვენთვის წარმოადგენს ის ტესტი, რომელიც ევროპულ სასამართლოს არაერთ საქმეში განუვითარებია, როდესაც მართლმსაჯულების აღსრულების მიღმა შეიძლება არსებობდეს ისეთი განზრახვა, რომელიც რეალურად არ ემსახურება სასამართლოს უფლების უზრუნველყოფას და წარმოადგენს რეპრესიულ მექანიზმს. ანგარიშში ვკითხულობთ იმასაც, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე კვლავ ყურადღების მიღმა რჩება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები და რომ 2025 წელს კვლავ თვალშისაცემი იყო ღირსეული საცხოვრისის უფლებისა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის სავალალო შედეგები.